ძალიან მღვდელი ვარ და ძალიან ბევრი ხალხი მყავს ნანახი, რომელიც სიკვდილის პირას იყო და იყო აგონიაში. მე ესე ჩემი მძლური თვალით რო შევხედავ, ეს რეჟიმი არის სიკვდილის პირას, ანუ ჩამოშლის პირას და არის აგონიაში და ცდილობს ქართველი ხალხი დააშინოს. ეს არ გამოსვლია მტერსაც კი ჩვენი დაშინება. და მით უმეტეს არ გამოუვა კობახიძეს, მით უმეტეს არ გამოუვა არც ერთ ჩვენს აქაურ მთავრობა იქნება თუ ვინც იქნება, არც ერთ პოლიციას არ გამოუვა. ვერ დაგვაშინებენ, ვერ დააშინებენ. ამ ხალხს ვერავინ ვერ დააშინებს. ამიტომ ეს არის მათი რაღაცა ხავს ჩამოკიდება, ეს სასამართლოები, ეს რაღაცა სასჯელები, ყველა წავა ციხეში. აი ხავს ჩამოკიდება ახსენეთ. თქვენი აზრით, ახლა ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად რისი შიში აქვს? ეს არის ძალაუფლების დაკარგვის? ძალიან ცდილობდნენ, რომ რაღაცა პროტესტი ისე მოეჩვენებინათ, რომ ეს არაფერი და 10 კაცი გამოდის და 20 კაცი და პირიქით მოხდა, პირიქით რა უნდათ ამისი გაჩუმება და პირიქით პროტესტი უფრო ძვინვარებს და უფრო ემატება და დარწმუნებული ვარ ხვალ და ზეგ რაც უფრო მეტ ხალხს დაიჭერს, მით უფრო მეტი ხალხი გამოვა. ამიტომ ეს შეუქცევადი პროცესია, ამ პროტესტის ჩახშობა უნდათ, მაგრამ ვერ ჩაახშობა. აი, როდესაც საპროტესტო აქცია გადაინაცვლა საავტომობილო გზაზე, ჩვენ ვნახეთ, რომ საპატრულო პოლიცია მოვიდა და უთხრა მოქალაქეებს, რომ უნდა გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი. აი, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? ხალხი მაინც რჩება. ეს აღიზიანებს ქართულ ოცნებას? ქართულ ოცნებას აღიზიანებს ამ ხალხის სიჯიუტე, ამ ხალხის უდრეკობა, ამ ხალხის სიძლიერე, რომ ესენი არ თმობენ და არასოდესაც არ დათმობენ თავიანთ იდეას, რომელიც იდეა არის ქვეყნის თავისუფლება, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა და ევროპულ ცივილიზაციასთან შეერთება და ევროპისკენ სვლა.